ყველას გექნებათ შემჩნეული, რომ ზოგს ქალთან მისვლაც კი ურთულდება, ზოგი კი ორ სიტყვას ეტყვის ქალს და ქალი უკვე დნება. უკვე ღამეძილის წინაც კი მასზე ფიქრობს. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ეგ ხალხი რაღაც მაგიურ ძალას ფლობსო. გამოცდილმა პიკაპერებმა ნამდვილად კარგად იციან, თუ როგორ უნდა გამოიწვიონ ქალში მომენტალური ემოციური კოქტეილი. იმიტომ რომ იმ სტანდარტულ, პრიმიტიულ სტრატეგიებს იყენებენ, როგორიცაა ემოციური კონტრასტი, ემოციური საქანელები, დაახლოვება, დაშორება და ასე შემდეგ. ჯერ ქალს დადებით და მკვეთრ ემოციებს აძლევ, კმაყოფილს და პოზიტიურ ნოტაზე ტოვებ. შემდეგ კი დისტანცირდები მისგან. შემდეგ შიმშილი ეუფლება, რადგან დისტანცირების დროს მასში დოფამინი და ოქსიტოცინი იწყებს მატებას და თავისთავად მომდევნო თქვენს შეხვედრაზე კიდევ უფრო დიდი სურვილით იპრანჭება და კიდევ უფრო სწრაფად მორბის. ლოგიკა გასაგებია, მაგრამ ამ სტრატეგიის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის მოკლევადიან ეფექტს იძლევა. რეალური პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც თქვენი ურთიერთობა მანქანით დასაუბაზე და პარკში ხელი-ხელ ჩაკიდებულ სეირნობაზე მეტი ხდება. რა უნდა ქნას მასეთმა კაცმა, როდესაც ცოლთან შეექმნება კონფლიქტური ვითარება, როდესაც ცოლი უპატივცემლურად უდგება, ეჩხუბება და თავის პირობებს კარნახობს. პარალელურად კი აკვანში შვილი წევს და ტირის. ემოციურ კონტრასტს უნდა მიმართოს, თუ ემოციური საქანელებით უნდა არყიოს ოჯახი. თუ ჯადოსნური მზერით გახედავს და ეგრევე დაემორჩილება მისი უკვე მწყობრიდან გამოსული ცოლი. მასეთ მამაკაცებს შიგნით ურთიერთობაში, მით უმეტეს ოჯახურ ურთიერთობაში, ურთიერთობის მართვის ეფექტური ინსტრუმენტი არ აქვთ. არც ქალთა ტიპაჟების გარჩევა შეუძლიათ, უბრალოდ იმას ირჩევენ, ვინც უფრო მეტად მოუნდებათ. მათ მხოლოდ საწყის ეტაპზე შეუძლიათ მაგ პრიმიტიული მეთოდებით ქალების მოხიბლა. ამიტომ შიგნით ურთიერთობაში რჩებათ მხოლოდ ორი გზა: ან ემორჩილებიან ქალს და ვითარების დაწყნარებას ცდილობენ, ან მიდიან სხვა ქალებთან, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ რომ გააკვირვონ თავიანთი მაგ პრიმიტიული მეთოდებით. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე შემთხვევაში ეგ ურთიერთობა ინგრევა.